დაბრუნდით პირდაპირ ეთერში მაშასე ნახევარ საათში მოვისმენთ ვისასახელებს გიორგი კვირიკაშვილი, ანუ ქართული ოცნება საკუთარ მაჟორიტარობის კანდიდატებად თბილისში, რა სიტყვის სახელისუფლებო გუნდის კონკურენტუნარიანობაზე, რა სიტყვის საკუთარ შანსებზე, რა სიტყვის ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილია ჩვენი სტუმარი. მე მას გადავუხდი დიდ მადლობას, რომ მონაწილეობს გადაცემაში. მადლობა ბატონო შალვა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. მოგესალმებით. ინგა მოხარული ვარო დაგვიბრუნდით და იმედს გამოთქვავ არჩევნებამდე აღარ მოგცვილდებით, რადგან უთქვენოთ პოლიტიკური მატიანე საქართველოში როგორც ხედავთ არ იწერება. მადლობა, იმედი ნაკლებად ახსენეთ ხოლმე სიტყვა ჩემთან, სხვა ყველაფერზე დიდი მადლობა მინდა რომ გადაგიხადოთ. ბატონო შალვა, ზუსტად ნახევარ საათში ჩვენ ვნახავთ საბოლოო განაცხადს, რა გუნდით გამოდის ხელისუფლება ამ არჩევნებზე. რა სიტყვით თქვენ პირველი კითხვა, რითაც მე თქვენთან საუბარი მინდა დავიწყო სწორედ ესაა. გუნდი, რომლითაც ხელისუფლება გამოდის 2016 საპარლამენტო არჩევნებზე. რა სიტყვით თქვენი შეფასება? ახლა გამოთქმა ძალიან ბრძნული, მგონი რუსული, მაგრამ მე ქართულადაც კარგად გადმოითარგმნა, რომ ვაშლის ხიდან შორს არ ვარდება. ეხლა ივანიშვილიდან რა დავარდებოდა, დაბლა მაღლა რა ვარდებოდა, გარდა ფულის მოხვეჭის, კრიმინალიზმის, ოლიგარქიზმის, კაცებრობის, ტყუილების, ავაზაკობის ფენომენის გარდა, რაც ასახულია აი ამ წარმოდგენილ კანდიდატებში, რომელთა ნახვის პატივი საზოგადოებამ მიიღო ამ დღეებში და დავიწყოთ იმიდან, რა ქვია, ხობიდან, გოდერძი ბუკიათი, რომელიც უკვე მერვე პარტიით, მერვე ჯერ შედის პარლამენტში, ეს გახლავთ ფინკა ბანკის მფლობელი და რამდენი მოსახლე გამოაგდო ბინიდან და რამდენი დატოვა ღიაცის ქვეშ და რამდენს გაუზარდა პროცენტები და დააკისრა საურავი კიდე ამის დათვლას დიდი აუდიტი ვერ ეყოფა, ეს გახლავთ ფოთში ის ცნობილი ნაცმოძრაობის ყოფილი სპონსორი არა და ერთი პარტია მეთქის რო ამბობდა და კიდევ დასტურდება ამითაც, ეხლა უკვე ოცნებაში გადავარგებული თევზის ქარხნის დირექტორი, მთელი ფოთი რომ მოწამლა ვინმე ხახუბია, ეს გახლავთ სპირტის კონტრაბანდისტი, ცნობილი საშიში კრიმინალი ხაშურის მაჟორიტარი ბატონი გელაშვილი, ეს გახლავთ შორს ვარ წავიდეთ აგერ მცხეთაში ჩოჩელმა წამოყო თავი ბიძინევანიშვილის ლოცვა-კურთხევით, რომლის მიმართაც საქმეა ეხლაც აღზრული 26 მილიონის გატაცებაზე და საქმე დახურული არ არის და აღარ მინდა ეხლა სხვა დეტალები ჩამოთვალო, რაც უკვე ვიცით. ახლა ქვემო ქართლს თუ გადავხედავთ, მარტო ერთი მაგალითი კმარა, ოქრიაშვილი PSP-ს მფლობელი, წამლებით მოვაჭრე, სიცოცხლით მოვაჭრე, რომელმაც ერთლარიანი ანალოგინი ანუ ყოფილი ნაციონალები, რომლებიც გადავიდნენ ოცნებაში, მათ გვარებს ასახელებთ თქვენ ბატონო შალვა. არა, არა, ხელისუფლება გამოვიდა ნაციონალების სახელი. ნაციონალები და ხელისუფლება არის ერთი და იგივე. ეს არის ერთი ბუდის ამონაყარი, ეს არის ერთი გუნდი, ეს არის ერთი იდეოლოგია, ეს არის ერთი საშინაო და საგარეო პოლიტიკა, ეს არის ერთი მზაობა სახელმწიფოსა და ქვეყნის მისათვისებლად და საკუთარ ბიზნესზე გადასაფორმებლად. ისინი არასოდეს ცალკე არ ყოფილან, ისინი ერთად იყვნენ ვარდების რევოლუციაში, ისინი ერთად იყვნენ ვარდების რევოლუციის შემდეგ, ისინი იყვნენ ფინანსური ლიდერები ერთმანეთის, პოლიტიკური ლიდერები ერთმანეთის, ხდებოდა შიგნით როლების შანაცვლება, განაწილება, გადაცვლა, გადმოსვლა, მაგრამ ის რჩებოდა ერთ პარტიად, როგორც ვთქვათ, რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია თავის დროზე გაიყო ორ ნაწილად, ბოლშევიკებად და მენშევიკებად. ხო? იქ კიდე უფრო რეალური იყო გაყოფა, იმიტომ რომ მე საერთოდ ცალ-ცალკე მიმართულებით წავიდნენ, მაგრამ ესენი 25 წელი ერთად მოდიან. დაიწყეს მოქალაქეთა კავშირიდან, უფრო სწორად დაიწყეს მხედრეობიდან, გვარდიიდან, შეერღებული ფორმირებებიდან, ქვეყნის დაშლიდან, ანაბრების მიტაცებიდან, სამუშაო ადგილების გაქრობიდან, ეკონომიკის თურქეთში გაზიდვიდან, ქარხნების ფაბრიკების ჯარში ჩაბარებიდან, გადავიდნენ მოქალაქეთა კავშირში, გადავიდნენ ნაცმოძრაობაში, გადავიდნენ ოცნებაში. ეხლა ისევ აგრძელებენ ამ ოცნებით. ერთი გუნდია, ერთნი არიან. ესე იგი, მოგების უნარიანი გუნდია, ორთავიანი გველაშაპი. ერთად უნდა დავამარცხოთ. ბატონო შალვა, ესე იგი, ოცნებამ იმიტომ წაიყვანა ყოფილი ნაციონალები თავისი მაჟორიტარებით ეს მაქვს მხედველობაში, რომ ეს ხალხი არის მოგების უნარიანი, ანუ ეს ხალხი ამ ხალხით ყველა ვარიანტში მოიგებს ოცნება, ამას ამბობთ. თუ ყველა არჩევნებს იგებდნენ და თუ ყველა დროში იყვნენ გამარჯვებულები. ეხლა შეიძლება მე უფრო მოვიგო მსოფლიოში
საჭადრაკო ოლიმპიადა ან ოლიმპიადის ნებისმიერი სახეობა ვიდრე ოცნება მოიგოს როგორც პარტიამ არჩევნები და მან შექმნა მთავრობა. ეს პრაქტიკულად გამორიცხულია და ამას თუ შეეცდება ბიძინა ივანიშვილი, ეს უკვე დამთავრდება რევოლუციით. ამას ვაცხადებ პირდაპირ და სრული პასუხისგებლობით. მაგრამ მათ დარჩათ მაჟორიტარული ხვრელი, ინგა, რის თაობაზეც მრავალი წელია ჩვენ ვიბრძოდით, შიგნით და გარეთ, ვამბობდით, რომ აი ეს არის ძაღლისთავი აქიმალება, იქიდან შემოყრის იმ კოალიციური მთავრობისათვის საჭირო ხმების რაოდენობას და ზუსტად აი 75 მაჟორიტარი დეპუტატი იქნება საქართველოს ბედისწერა, თუ ჩვენი ხალხი გაბრიყვდება, ვერცხლს გაყვება და მათ აირჩევს იმისათვის, რომ ერთი დღე გაძღნენ, ერთი თვე გაძღნენ, თუნდაც ერთი წელი გაძღნენ და მთელი ეპოქა დატყვევენ ქვეყანა თავიანთი შვილები და მომავალი შიმშილში, სიღატაკეში, განუვითარებლობაში და უბედურებაში. სწორედ ამიტომ იყო ინგა, რომ დღეს ახლა თქვენ არ შეგეშალათ ეგ ამბავი და ალბათ ჩემი მოწვევის ერთ-ერთი мотиваცია ეგაც იყო, რომ დღეს ჩვენ მოუწოდეთ პოლიტიკურ პარტიებს, ვისაც შერჩათ ნამუსი, ზნეობა, თვითკრიტიკის, თვითგანახლების უნარი, რომ ხელი მოაწეროთ ანტიოლიგარქიულ პაქტს, რომლის თანახმადაც ერთად შევებრძოლოთ აი ამ ფულისტომრებს რაიონებში, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს და არც ერთმა პარტიამ არ ჩავწეროთ მილიონერი სპონსორები, როგორც ეს ყოველთვის ხდებოდა ნუ აი ეს უნდა მეკითხა სწორედ თქვენს ინიციატივაზე ანტიოლიგარქიულ პაქტთან დაკავშირებით, თუ შეგიძლიათ განმიმატეთ, ანუ რა გინდათ, აფრთხობთ აბსოლუტურად ყველას, ვინც ბიზნესში არის წარმატებული, ამ თქვენი განცხადებებით მე მახსოვს თქვენი ერთ-ერთი წინასაარჩევნო ლოზუნგი იყო დიდარს ვართმევ ღარიბს ვაძლევ გაკულაკება დაუბრუნებთ ხალხს ფულს წავართმევთ ბიზნესს წავართმევთ მილიონებს ანტიოლიგარქიული პაქტი და რას მოგიტანთ ეს ყველაფერი ინგა მე არაერთხელ გამიკეთებია განმარტება და დიდი მადლობა რომ მომეცით საშუალება კიდევ ერთხელ განვაცხადო რას გულისხმობთ. ჩვენ გულისხმობთ რომ ქვეყანაში უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი მდიდარი, რაც შეიძლება მეტი მილიონერი, მაგრამ არც ერთი მილიონერი პოლიტიკაში. იმიტომ რომ გაყოფილია სამყარო მიკროსამყაროთ, მაკროსამყაროთ, მატერიად, ანტიმატერიად, გაყოფილია დედამიწაზე არსებული საზოგადოება პურის მცხოვრებად, ძღოლებად, ინჟინრებად, მწერლებად, პოეტებად, ბიზნესმენებად, პოლიტიკოსებად და არ შეიძლება პოლიტიკოსი დაждდეს თვითმფრინავის საჭესთან, ტრაქტორისტი დაждდეს მატარებლის საჭესთან და არ შეიძლება მილიონერი, რომლის ტვინი მოწყობილია მოგებაზე, ეკონომიკური სიტუაციების დარეგულირებაზე თავის სასარგებლოდ, მიუშვათ ხელისუფლების სათავეში და საკუთარი ბიზნესის ლობირება ვაკეთებიოთ იმ ხარჯზე, რომ ჩვენ გადასახადს გადავიხდით მეც და ის გადასახადს კი არ გადაიხდის, არამედ გადამავლობს ოფშორულ ზონებში და ასე აკეთებს საქართველოს მთავრობის სრული შემადგენლობა ივანიშვილის დამატებით, ყოველკვირა ახალ-ახალი ამათი გადამავლული კომპანია უნდა ამოხდეს, რომელიმე უცხოურ ოფშორულ ზონაში, აგერ ახლა სტატისტიკა გამოაცხადებს თქვენი არხით საღამოთ უყურებდი, ჰოლანდიიდან არის თურმე ყველაზე მეტი ინვესტიცია, რასისული აქ ცოცხალი ჰოლანდიელი ინვესტორი არავის არ უნდა ყავს. ეს აქედან გატანილი ამათი მოპარული ფულია დარეგისტრირებულია უცხოურ კომპანიად და შემოტანილია მერე უკან, ანუ ფულია მოტეხილი და დატრიალებული. ეს ის ფულია, რომელიც დააკლდა პენსიონერს, დააკლდა საბავშვო ბაღის ახსნას, რომ ვიტამინები მიეღო და კვების რაციონი ქონოდა ნორმალური, დააკლდა სკოლის მოსწავლეს, რომ სახელმძღვანელოები მიეღო ან კომპიუტერი და მასთან დაკავშირებული პროგრამები მიეღო, დააკლდა საბიუჯეტო მუშაკს, რომ ხელფასი გაეზარდა მისთვის. შესაბამისად, როცა ოლიგარქია, ანუ მილიონერები გაკონტროლებული არიან იმ გაგებით, რომ თავის სფეროში მოღვაწეობენ, იხდიან გადასახადს, ხსნიან სამუშაო ადგილებს, აშენებენ ფაბრიკას, რაზეა საუბარი და პოლიტიკაში, ბატონო შალვა, არ არის ეს მათი საქმე, გაყოფილია, კაცობრიობამ გაყო დიდი ხანია ბიზნესი და პოლიტიკა ერთმანეთისგან. ამიტომ იყო ის ბურჟუაზიული დემოკრატიული რევოლუციები საფრანგეთში, ამიტომ იყო ის უზარმაზარი რეფორმები და აბსოლუტიზმის მსხვერპლობა, ამიტომ დაემხო ფეოდალიზმი, ამიტომ დაემხო მონარქიები კლასიკური ევროპაში და მთელ მსოფლიოში, რომ არ შეიძლებოდა დიდარი ფენის მიშვება მართვის სადავეებთან, იმიტომ რომ მათ არ აქვთ მუხრუჭი, იმიტომ რომ მოგებაზე არიან ორიენტირებული, მათ არ აქვთ შემაკავებელი ძალა, ამიტომ ერთადერთი წამალი, რაც კაცობრიობა მოიფიქრა ხელისუფლების სიჯანსაღისთვის, ეს არის გაყო ბიზნესი და პოლიტიკა და ჩვენი კონსტიტუციაც იგივეს ამბობს. ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, თუ დეპუტატი ეწევა ბიზნესს, ის ტოვებს მანდატს და ვიზე შესრულდა მაგრამ ჩვენ
ჩვენთან ძალიან დამახინჯებული ფორმა აქვს, ანუ გადააფორმებ ვიღაც შენი ოჯახის სხვა წევრზე, ან ძმაზე, ან დაზე და დამთავრებულია. ეს არის უკვე მასკირება შენი ღვაწ დანაშაულის, რომელიც უნდა გასწორდეს, მაგრამ ვინ დაითხოვეს თუ იცით ბიზნესის ერთი წამი ინგა ბიზნესის შეთავსების გამო დეპუტატობასთან იცით ვინ დაითხოვეს? გაჭირვებული ნანეტაშვილი, თქვენი კოლეგა გორის ტელევიზიის მფლობელი, რომელსაც კაპიკს უგროვებდით რომ ტელევიზია არ დახურულიყო. ეს იმიტომ რომ სააკაშვილს რაღაც აწყვეტინა და დაითხოვეს ეს ერთადერთი კაცი, მაგრამ არ დაუთხოვიათ იმიდან რა ქვია მინისტრობის პოსტიდან მილიარდერი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც წამოუყო ახლა თავი და გორში იყრეს მაჟორიტარად კენჭს, ასევე ბიძინა ივანიშვილის კურთხევით. იმიტომ რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე დადგა მოწმედ. მინახია მე ახლა თანამოწმე, მინახია პროფესიული მოწმე, მაგრამ სუპერ მოწმე აღარ გამიგია რომ ყველა საქმეში შეუძლია მისცეს ჩვენება და ბრალი დაუსდოს ვიღაცას ხელისუფლების დაკვეთით. ეს იმის გამო რომ მოპარული მილიარდი დოლარი მათ შორის კი ბატონო, ამის სანაცვლოდ ივანიშვილმა გადაწყვიტა რომ იგი შეიყვანოს პარლამენტში, ამას ამბობ თქვენ რომ იგი ბიძინა ივანიშვილს უნდა ოლიგარქების და მონების პარლამენტი. მხოლოდ იქ შეუძლია მას მართვა. ეხლა ფეხბურთელის სტიქია, საფეხბურთო მოედანია, ხო ბურთია, ფრინავის სტიქია, ჰაერია, კოსმოსია და ივანიშვილის სტიქია არის სიბინძურე, ჭუჭყი, ოლიგარქია, მოსყიდვა, დაშინება, ადამიანების დაპირისპირება, ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება, უშიშროების სამსახურების გააქტიურება, ადამიანების ერთმანეთზე გადაკიდება და წაქეზება, ფარული სტრუქტურების შექმნა, რომლებიც იყურებენ აი ესეთ ლოზუნგებს, რასაც ყურიან პრორუსული პარტიები და თვითონ სუფთად გამოსულა, რომ ვითომ არაფერი შუაში არ არის, და ყველაფერი მაგის გაკეთებულია. აი როგორც დაახლოებით იმ ცნობილ ლაზარეს ფილმშია, ჭუჭყი მტოერიდან აგავი, ხო შენი მოგონილია რომ ეკითხება ის ანარქისტი ანანია იმ დიაკვანს, ზუსტად აი ეს კითხვა გამიზნულია დღევანდელ ეპოქაში ბიძინა ივანიშვილზე. აი მაგის მოგონილია დღეს რაც ჭუჭყი მტოერიდან აგავი რეალურად. იხილავს მაყურებელი ვახოსანაიას გადაცემაში ამ წარდგენას და თქვენც იხილავთ ერთი ფეხბურთელი, რომელმაც უკვე დაადასტურა, ეს ყაველაშვილია, რომელიც იქნება ქართული ოცნების მაჟორიტარი. კიდევ მიდის საუბარი, რომ მეორე ცნობილი ფეხბურთელი შესაძლებელია იყოს მაჟორიტარობის ერთ-ერთი კანდიდატი, თუმცა არ გაუსწრებ მე ამ მოვლენებს და დაველოდოთ ერთად 800. აგაშენად ღმერთმა ეს ფეხბურთელები რა თქმა უნდა იქნებიან ბატონი კალაძის გუნდიდან, ეს ის კალაძია, რომელმაც 21 თეთრი გაგვიხადა ელექტროენერგია, რომელმაც 19 ჰესი მიითვისა და კვიპროსში გადააფორმა კალა კაპიტალის სახელით, ეს ის კალაძია, რომელიც პრემიერ ნოღაიდელთან ერთად, ექს-პრემიერ ნოღაიდელთან ერთად ფლობს ენერგოპრო ჯორჯიას და რეგიონებში მაცხოვრებელ გლეხობას ტყავს აძრობს შუქის გადასახადში, ეს ის კალაძია, რომელიც რომში, მილანის კლუბში თამაშის დროს შემჩნეული იყო თამაშების გაყიდვაში და ცოტა ნარკოტიკებით ვაჭრობაში და ამაზე საქმე აღძრული რომის პროკურატურაში და ეს ის კალაძია ბოლოს რომელმაც 2 ავტოგოლი გაიტანა საკუთარ კარში და ეს ავტოგოლად ჩაითვალა ჩემი აზრით ეს არ იყო ავტოგოლი. ნარკოტიკებით მოვაწვე კალაძე პირველად გავიგე ეს ესეთი პრობლემა თქვენ. ეხლა ერთი წამი ზოგადად პირველად თქვენ მაინც მკითხავთ ამას და დაგასწრებთ ინგა. ეს ის კალაძია, რომლის მამაც და რომლის ოჯახიც ბობოქრობს სამტრედიის რაიონში, რომლის მამამაც დააკომპლექტა სამტრედიის მთელი ხელმძღვანელობა პოლიციის შათვლით და აი ეს პოლიციაც ვინც ის სტურვა, სადაც მე ჩავედი და ახალგაზრდა ანგელოზი ბიჭი ვნახე, თავის მოკლამდე რომ მიიყვანეს. აი ამ კალაძის მამის დაკომპლექტებულია სამტრედიის მთელი ხელმძღვანელობა, მათ შორის კალაძის მამამ სცემა გამგებელს რაიონისას რაღაცა დავალება რო არ შეუსრულა. აი ესეთ ბანდიტებთან გვაქვს საქმე. აი ასეთ ურჯულოებთან გვაქვს საქმე. რჯული მარტო ის კი არ არის და წმინდა რო ეკლესიაში წახვიდე და დადგე და პირჯვარი გადაიწერო. ასე რო იყოს გარაში დგომით მანქანად გადაიქცეოდა ადამიანი. ეკლესიაში დგომით მორწმუნედ ვერ იქცევი. ეკლესიამდე უნდა იყო მორწმუნე.